ხო, რაც შეეხება თვითონ 5-7 წლების რევოლუციას, ის რამდენიმე მინიმუმ ორი ეტაპად შეგვიძლია ჩვენ დავყოთ. ერთი, როდესაც აღზევება ხდება ამ რევოლუციისა, როდესაც ბრძოლები იმართება სხვადასხვა ქალაქებში და განსაკუთრებით დედაქალაქში, ესე ვთქვათ, პეტერბურგსა და მოსკოვშიც, თუმცა ოფიციალურად დედაქალაქი პეტერბურგია. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლებს თავისი გამოძახილი საქართველოშიც ჰქონდა. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად მოვიტანოთ, თქვათ, გურიის აჯანყება და საქართველოს არაერთ მხარეში იყო ესეთი გამოსვლები, მათ შორის თბილისშიც, როცა რკინიგზის სახელოსნოების მუშები გამოვიდნენ, მათ შორის იყო ბრძოლები ბარიკადებზეც. ოღონდ ისეთი მასშტაბი საქართველოში ამას არ მიუღია, როგორც თქვათ, რუსეთის სამრეწველო რეგიონებში და მით უმეტეს დიდ ქალაქებში. საქართველოში ამ დროს ხდება კიდევ განსხვავებული შინაარსის მიცემაც ამ გამოსვლებისთვის. ამის მოთავენი არიან თერგდალეულები, რომლებიც ჯერ კიდევ პოლიტიკურ ასპარეზზე ან საზოგადოებრივ ასპარეზზე ყარად ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს. ილიას მისი პლიადის იდეა არის ზუსტად ის, რომ ამ ბრძოლებს მიეცეს არა რაც კლასობრივი ან სოციალური რევოლუციის და ბრძოლების ხასიათი, არამედ ის იცეს ქართული ხალხის განმანთავისუფლებელ მოძრაობას, განმანთავისუფლებელ ბრძოლად. ჩვენ ვცდებით, რომ პრაქტიკულ მეცადინეობაზე ამის საშუალება გვექნა უფრო კონკრეტული მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად ილიას პოზიცია იმ ძალების, შავრაზმული ძალების მიმართ, რომლებიც თქვათ ცდილობენ გურიაში შევიდნენ და გაჯანყებული გურულ გლეხებს ააწიოკონ და დასაჯონ მკაცრად. სამწუხაროდ ეს თემა სცილდება ჩვენს დღევანდელ სალექციო თქვათ თემას, ამიტომ მხოლოდ ძალიან მოკლედ შევეხებით. ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და მან სათათბიროს არჩევნები გამოაცხადა. ამით გარკვეულწილად აღიარა ის, რომ ძველი რეჟიმის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია და მეორე მხრივ ამ დათმობას უნდა გამოეწვია ამ რევოლუციური ბრძოლების შენელება და ძირითადად პოლიტიკური პროცესის სხვა სიბრტყეზე გადატანა, არჩევნებისთვის მზადება პარტიების მხრიდან და ბრძოლის ასპარეზად უკვე სახელმწიფო სათათბირო გახდებოდა. სამწუხარო ის იყო, რომ ხელისუფლება მაინდა-მაინც დიდი დასკვნები ვერ გამოიტანა, როგორც კი თავისი პოზიციები გაიძლიერა და ამ ეს გაძლიერება მისთვის იყო თვითონ უშუალო ბრძოლების პროცესის შესუსტება, დაშალა ყველა ის სათათბირო და გარეკა, რომელიც თქვათ მის მიმართ ოპოზიციურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა და ძალიან ძნელია წარმოვიდგინოთ ამ ვითარებაში ისეთი სათათბირო, რომელიც თვითმყოფელობას დაუჭერდა მხარს. რაც შეეხება თვითონ რევოლუციურ ძალებს, რომლებიც თქვათ ამ არჩევნებშიც მონაწილეობენ და თვითმყოფელობის წინააღმდეგაც ილაშქრებენ და მეორე მხრივ ბრძოლებში, უშუალო ბრძოლებშიც იღებენ მონაწილეობას, ეს არის პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აქტიურობით, განსხვავებული აქტიურობით, მაგრამ მაინც ერთხმად შეგვიძლია, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არ გამოირჩეოდნენ ხელისუფლების მიმართ მაინდა-მაინც ლოიალური დამოკიდებულებით. ზოგი აშკარად რევოლუციურია, მაგალითად ესერები, ბოლშევიკები, მეტნაკლებად და საკმაოდ აქტიურიც მენშევიკური ფრაქცია მიმართულება სოციალ-დემოკრატიისა, საკმაოდ აქტიურობენ საქართველოში სოციალ-ფედერალისტებიც, მაგრამ არსებობს პარტიები, რომლებიც სოციალისტურ რევოლუციას ან რევოლუციურ პროცესს არჩევენ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მიღებას და ისინი თანხმდებიან თქვათ ამ არჩევნებს და იღებენ კიდეც მონაწილეობას. საბოლოო ჯამში ჩვენ შევთანხმდეთ იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ მძლავრ რევოლუციურ ძალას
იმ წლებშიც და შემდგომ პერიოდშიც. მუშათა კლასი, რომელიც საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას უშუალოდ რევოლუციურ პროცესში იღებს, ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ ეს კლასი ყველაზე მეტად, ეს ფენა ყველაზე მეტად უკმაყოფილოა არსებული ეკონომიკური და სოციალური სისტემით, ბევრ დროს წაგვართმევს იმაზე საუბარი, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ისინი, რა პირობებში მუშაობენ, თუ რამდენად არის მათი პერსპექტივა საერთოდ ქვეყანაში, რამდენად შეუძლიათ მათ საკუთარ შვილებს ნაკლებად ნორმალური განათლება მისცენ, თუნდაც იმ იმედით, რომ მათი შვილები მაინც არ გაიზიარებენ იმ მძიმე ხვეწს, რასაც ზოგადად მუშები იზიარებენ, მუშებს აწევთ ტვირთად, ამიტომ თუ რომელიმე ისეთ ძალაზე გვაქვს საუბარი, რომელიც რევოლუციაში აქტიურად მონაწილეობს, პირველ რიგში ეს ალბათ არის მუშათა კლასი. გლეხობაც საკმაოდ აქტიურად ჩაერთო ამ პროცესებში, განსაკუთრებით მცირემიწიანი და უმიწო გლეხობა, საგლეხო რეფორმამ კი გადაწყვიტა მათი თავისუფლების საკითხი, როდესაც გაუქმა ბატონყმობა და ყველა გლეხს მისცა საშუალება თავისუფლება და მაგრამ ვერ გადაწყვიტა ბევრი სხვა საკითხი, მიწის საკითხი, ყოველ შემთხვევაში გლეხობის დიდი ნაწილი კვლავ რჩებოდა მცირემიწიან ან უმიწო გლეხთა კატეგორიაში. ვერ ვიტყვი, რომ მაინდა-მაინც შეძლებული გლეხები უჭერდნენ მხარს თვითმკვლელობას, მაგრამ მათი პოზიციები შეიძლება უფრო ლოიალური ყოფილიყო, ნაკლებად აქტიური ყოფილიყო მათი რევოლუციური გამოსვლები, მაგრამ გლეხთა დიდი ნაწილი, რომელიც მცირემიწიან ან უმიწო გლეხებს შეადგენდნენ, საკმაოდ აქტიურობით გამოირჩეოდნენ განსაკუთრებით აგრარულ რეგიონებში. რაც შეეხება ბურჟუაზიას, მისი დიდი ნაწილი რევოლუციურ პლატფორმაზე დგას. ამ შემთხვევაში შეიძლება მათი აქტიურობა ბრძოლების დროს ისეთი არ არის, როგორც მუშებისა, ან ღარიბი გლეხებისა, მაგრამ წარმართულ ძალად 1905-7 წლების პროცესებისა იქცევა ბურჟუაზია. ითვლება ბურჟუაზია. რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე მეტი რესურსი ინტელექტუალურიც, ფინანსურიც მას აქვს, დიდია მისი გავლენა, როგორც ზოგადად საზოგადოებაზე, ისე მთელ სახელმწიფოზეც, ვიმეორებ, ეკონომიკური გავლენა პირველ რიგში და ამავე დროს ყველაზე მეტად ის არის მზად შეცვალოს ქვეყნის მართვის სტილი. მოვიდეს ხელისუფლებაში, აიღოს პოლიტიკური ძალაუფლება. პრინციპში ბურჟუაზია ამ რევოლუციას უკავშირებს თვითმკვლელობის დამხობას და ბურჟუაზიულ დემოკრატიული მართვის სისტემის შექმნას. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ხედელობაში გვაქვს ისიც, რომ ბურჟუაზიის გარკვეული ნაწილი დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, თუნდაც თავისი ეკონომიკური საქმიანობით, მაგრამ დიდი ნაწილი, განსაკუთრებით საშუალო წვრილი ბურჟუაზია, რომელიც არსებობს და ზოგადად ამ ფენის დიდ ნაწილსაც წარმოადგენს, საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს არჩევნებში. ინტელიგენცია ალბათ ერთ-ერთი ძირითადი წარმართველი ძალაა და ბუნებრივია სტუდენტობა, რომელიც ყოველთვის გამორჩევა საკმაოდ დიდი აქტიურობით და გამორჩეოდა მით უმეტეს 20 საუკუნის დასაწყისში. და ბუნებრივია ჩვენ უნდა ცალკე გამოვყოთ ეროვნული ძალები, ოღონდ ეს არ ეხება უშუალოდ რუსეთს, იქ არ იდგა ეროვნული პრობლემა, ანუ არავისგან განთავისუფლებას რუსები არ მოითხოვდნენ საკუთარი თავისა, პირიქით, მე უკვე ვახსენე, რომ 1905-7 წლების რევოლუცია საქართველოში შემთხვევაში ილიას ჭავჭავაძის და მისი თანამოაზრეების აზრით უნდა გადაქცეულიყო განმათავისუფლებელ ბრძოლად. აი ეს ხასიათი უნდა მიეღო. რატომ? იმიტომ რომ მთავარი პრობლემა, რაც ქართული ხალხის წინაშე იდგა, ეს იყო დამოუკიდებლობის საკითხი. არა მარტო დამოუკიდებლობისა, უფრო მეტადაც კი იდგა რუსიფიკაციის პრობლემა, ცალკე დიდი თემაა, რაც ქართულ ხალხს, ისევე როგორც სხვა არარუს მოსახლეობას ამ იმპერიაში მცხოვრებს, უბრალოდ ემუქრებოდა განადგურებით, ეროვნული თავისთავადობის
ლიკვიდაციით. ამიტომაც სრულიად გასაგებია, რომ ქართველი ინტელიგენცია პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც თერგდალეულთა მკვიდრეობაზე იზრდებოდნენ და იზიარებდნენ მას, პირველ რიგში აყენებდნენ, თქვათ, საქართველოს განთავისუფლების საკითხს, ისე როგორც, თქვათ, პოლონელთა ის ნაწილი, რომელიც რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდა, ისე როგორც ფინელები და სხვა ხალხი, რომლებიც თქვათ დაპყრობილი აღმოჩნდნენ მე-19 საუკუნის საუკუნეში ან წინა პერიოდში რუსეთის იმპერიის მიერ. აქაც იყო სოციალური ხასიათი, აქაც ჰქონდა სოციალური ხასიათი ამ გამოსვლებს, მაგრამ ვიმეორებ ამ სოციალურთან ერთად კიდევ უფრო ამძაფრებდა წინააღმდეგობას ეროვნული საკითხი, რომლის მოგვარებაც, რა თქმა უნდა, ვერც შეძლო და არც სურდა თვითმყოფელურ რეჟიმს. რა თქმა უნდა, ამ რევოლუციურ ძალებთან ერთად არსებობდა ძალები, რომლებიც თქვათ უპირისპირდებოდა რევოლუციას. აქ მაინდამაც ბევრი განმარტება საჭირო არ არის, ეს არის თავადაზნაურობა, მის პოზიციაზე ჩვენ ვისაუბრეთ. ოღონდ აქაც მე ზოგადად წოდებაზე ვლაპარაკობ და არა მის წარმომადგენლებზე. ბევრი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი სწორედ თავადაზნაურული წარმომავლობისა იყო. ჩვენს მოღვაწეებს რომ გადავავლოთ თვალი, ამაში დავარწმუნდებით, უბრალოდ აქ საუბარი მაქვს არა ვინ რა წარმომავლობისა, ვინ რა გვარისა, არამედ თავადაზნაურობა, როგორც ის ფენა, რომელიც თვითმყოფელობის ერთგულებით გამოირჩევა. ამ შემთხვევაში უფრო ასეთი წოდებრივ ინტერესზე მაქვს საუბარი, ზოგადად წოდებაზე და არა იმაზე, რომ თავადაზნაურობის ყველა წარმომადგენელი იყო თვითმყოფელობის მომხრე. არამს თუ მომხრე არ ყოფილა, არამედ საკმაოდ გამოირჩეოდნენ კიდეც ამ რეჟიმისადმი ანტაგონისტური და სტრული დამოკიდებულებით. სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ბუნებრივია, უფრთხილდებოდნენ, ყოველ შემთხვევაში მათი დიდი უმრავლესობა თავიანთ მდგომარეობას და რუსეთის იმპერია საკმაოდ ბიუროკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, დიდი წილი იყო, ან სოლიდური წილი იყო მოსახლეობის სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა მდგომარეობით, სხვადასხვა თანამდებობით წარმოდგენილი. რუსეთის სამღვდელოება, რომელიც ბოლომდე გამოირჩეოდა თვითმყოფელური რეჟიმის ერთგულებით და ჯარი და პოლიცია, რომელიც ასევე იმ ეტაპზე იდგა ბოლომდე ხელისუფლების მხარეს. ჩვენ მე ვნახავთ 1917 წლის მოვლენებს რო შევეხებით, რეალურად პირველ 3 პუნქტში ცვლილება არ ექნება, მაგრამ ჯარის სოლიდური ნაწილი ყოველ შემთხვევაში პეტერბურგის გარნიზონი, ასევე მოსკოვის გარნიზონი უკვე დაიკავებს არა ხელისუფლების, თვითმყოფელობის, არამედ ხალხის პოზიციას და ეს იქნება კიდეც ამ 17 წლის რევოლუციის გამარჯვების მთავარი საწინდარი, რა თქმა უნდა, ხალხის აქტიურობასთან ერთად, მაგრამ იმ ეტაპზე ძალისმიერი ორგანოები, სტრუქტურები, ხელისუფლების ერთგულებით გამოირჩეოდნენ, რამაც პრინციპში ეს ბრძოლის ეტაპის ბედი განსაზღვრა კიდეც ხელისუფლების სასარგებლოდ.